17 წლის ეპილეფსიით დაავადებული ციცი ყოველღამე ლოცულობს რომ გათენდეს. გოგონა მარიცის რა მოკლავს, დაავადება თუ საკუთარი სახლის ჭერი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს და ნანგრევებში დამარხოს. ბავშვი ფიქრობს, რომელი სიკვდილია უფრო საშიში. ციცის დედასაც ეპილეფსია აქვს. ახალგაზრდა ქალი გონებას კარგავს და უგონოდ ვარდება. ძიმედ დაავადებული ლაურა მარტო ზრდის ორშვილს. მამა არათუ დახმარებას არ უწევს, არამედ საერთოდ არ აინტერესებს სოცხლები არიან თუ არა. ხიჯაკაცის ოჯახი ძველ სახლში ცხოვრობს, გატეხილი ფანჯრებითა და დაბზარული კედლებით. სახლი ავარიულია და ნებისმიერ წუთს შეიძლება დაიკეცოს, როგორც ბანკოს კოშკი, მაგრამ წასასვლელი არ სადაქვთ. მეგობრებო, ეს ის შემთხვევაა, როცა კეთილი საქმისთვის უნდა გაერთიანდეს მთელი საქართველო. ერთად შეგვიძლია ამ დატანჯულ ხალხს დავეხმაროთ სოფელში, პატარა სახლის, ან თუნდაც ვაგონის ყიდვაში. ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს თუ ტრაგედია დატრიალდება და ეს ოჯახი ნანგრევებში დაიმარხება. გვეშინია რომ რამე არ მოხდეს. ხან ვეღარ ვიცინოთ ხოლმე, მეშინია ხან ტირი ვარ ხოლმე, ნერვული ხოლმე. ქარი მომუვარდება და ანწვიმა დაიწყება, მეშინია რომ ბავშვებს თავზე არ დაემხოს სახლი. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.